თუნდაც მთვარეზე გამიშვით, მე იქაც სათბურს გავაკეთებ, პომიდორს მოვიყვან და ყველაფერი რიგზე იქნება. ეს სიტყვები ეკუთვნის ვერნერ მანიც, გერმანელ ინჟინერს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლების განმავლობაში საბჭოთა გულაგის ტყვე იყო. ის იქ ინარჩუნებდა უმკაცრესი პირობების მიუხედავად საოცარ სიცოცხლის ხალისს და სიყვარულს. როცა გაოცებულებმა ჰკითხეს, როგორ ახერხებდა ამას, აი სწორედ მაშინ თქვა ეს სიტყვები. წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო არის სწორედ ეს, გონების ბალანსი, რომელიც მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ გვაქვს ეს სიღრმისეული რწმენა, რომ მე ვიმსახურებ სიყვარულს, მე მაქვს ადგილი მზის ქვეშეთში და მაქვს არსებობის უფლება. არ ვიცი შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ როდესაც საუბარი იწყება თვითშეფასების ამაღლებაზე, საკუთარი თავის შეყვარებაზე, ძალიან ბევრ ადამიანში ეს იწვევს ერთგვარ გაღიზიანებას, ცინიზმს ან რაღაცნაირად ავტომატურ გაბრაზებას. ეს წინააღმდეგობა ხშირად ერთგვარი თავდაცვის ჯავშანია ხოლმე. იმიტომ რომ თუ ვაღიარებთ, რომ ცხოვრებაში თურმე ძალიან ბევრი რამე მიიღწევა მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულით და სიმსუბუქით, მაშინ ჩნდება ესეთი მტკივნეული კითხვა, რომ აბა მე ტყუილად ვიწვალე, რა საჭირო იყო ეს ამდენი დისციპლინა, ნერვიულობა, თავშეკავება, თვითგვემა. ეს ყველაფერი ნუ თუ ამაო იყო. ამაო არ იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა ადამიანის განვლილი გზა აუცილებლად იმსახურებს პატივისცემას. თუ გადავხედავთ საკუთარ წარსულს, მივხვდებით, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მაგალითად რაღაცას ამ გადმოსახედიდან უნანობთ, ჩვენ მეტი რესურსი არ გაგვაჩნდა. ჩვენს ხელთ არსებული რესურსები გამოვიყენეთ მაქსიმალურად. ასე რომ, ნუ დაიწყებთ და დაიმატებთ თვითგვემას, რომ 30 წლის წინ რო ასე ყოფილიყო, დღეს ასე არ იქნებოდა, მე რომ ჩემი თავი მყარებოდა, პატივი ეცით საკუთარ განვლილ გზას და დაიწყეთ დღეიდან. ნუ მიიხედავთ უკან. მოდი, ერთი შეხედვით გადავუხვიოთ საერთოდ თემიდან და ვისაუბროთ ზღაპრებზე. ზღაპარი არის ერთგვარი სიცოცხლის რუკა, სადაც ადამიანის განვითარების ყველა ეტაპი არის, ასე ვთქვათ, დაშიფრული. სახლიდან წასვლა, როგორც კომფორტის ზონის დატოვება, გზადაგზა დაბრკოლებების გადალახვა, როგორც საკუთარ შინაგან სისუსტეებთან ბრძოლა და თვითგანვითარება, შემხვედრები და დამხმარეები, როგორც ნდობა განგების და უზენაესი ძალის მიმართ და ბოლო აუცილებელი ეტაპი ტრანსფორმაცია. გმირი სახლიდან ხშირად მიდის როგორც მაჩანჩალა და ბრუნდება როგორც გმირი ან როგორც მეფე. ამ გზაზე გმირი გარეთ არავის ებრძვის სინამდვილეში. მთელი ეს ზღაპრული სამყარო არის საკუთარ შინაგან ურჩხულებთან, დრაკონებთან, ეჭვებთან, შიშებთან, განცდებთან ბრძოლა. ძალიან ბევრ ზღაპარში შეგვხედრია ეს ამბავი, როდესაც გრძნეული აფრთხილებს მთავარ გმირს. იცოდე, უკან არ მოიხედო, რაც არ უნდა გაიგონო, რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ მიიხედო, თორემ ქვად იქცევი. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის არსი. უკან, შიშებისკენ, ეჭვებისკენ, წარსულისკენ ნუ გაიხედავს გმირი. წინ უნდა ვიაროთ, მხოლოდ წინ თუ გვინდა რომ მივახციოთ ტრანსფორმაციას. აი სწორედ ამ უკან მიხედვის არასაჭიროობის გამო გავიხსენე ზღაპრები და ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. თუ გაგჩენიათ ეს შეკითხვა, რატომ ხდება ასე, რომ ზღაპრებში ყოველთვის იმარჯვებს ეს ნაბოლარა ბედოვლათად შერაცხული ძმა? სანამ უფროსი ძმები თავიანთი რაციონალური გეგმებით, კრიტიკული ეჭვიანობით, თავდაჯერებულობით, ამპარტავნებით მიიწევენ საკუთარი მიზნისკენ, ნაბოლარა ძმა ძალიან არხეინად მისეირნობს, ხან ქვაზე ჩამოჯდება, ხან წყაროს წყალს დაალევს, ყველა შემხვედრს გამოელაპარაკება, დაეხმარება ყველას, ვისაც მისი დახმარება დასჭირდება. ის მადლიერია იმ პატარა პურის ნატეხით, რომელიც გუდაში უდევს. არ არის ამპარტავანი. არ ფიქრობს, რომ სჭირდება ბრძოლა და ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცება. ის მშვიდია და მიყვება საკუთარ გზას. სწორედ ამიტომ არის, რომ ზღაპრულ სამყაროში ბედის რჩეული ხდება ის, ვინც განგების და სამყაროს მიმართ ნდობით და სიყვარულით არის ახსავსე და გამსჭვალული. ეს არის პირველ რიგში სწორედ ნამდვილი თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული. ახლა აქ გამახსენდა აკაკის გამზრდელიდან ბათუს და მისი მეუღლის ცხოვრების სტილის დახასიათება, რთულ ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი. იცით, აქ არ არის ისე, რომ ეს რაღაცა განგების მიერ მოგდებული წყალობა არის ბათუს და მისი მეუღლისათვის. ეს არის მათი არჩევანი. ისინი შინაგანი სისავსით არიან კმაყოფილები და ბედნიერები და გარეგანი ატრიბუტები არ სჭირდებათ.
ნუ გამზრდელში შემდეგ ცოტა სხვანაირად ვითარდება სიუჟეტი, აქ ახლა გამზრდელის განხილვაში ნუ შევალთ, მაგრამ აი ეს არის მოდელი, რომელიც არის მაჩვენებელი ჭეშმარიტი თავდაჯერებულობის და ჭეშმარიტი სიყვარულის. თუ ადამიანს აქვს შინაგანი პროგრამა, რომ ის სამყაროს უყვარს და ბედის ნებიერაა, ის თავისუფლდება. მისი სული და შინაგანი სამყარო არ არის დაძაბული. თავისუფალია კომპლექსებისგან და ასე ვთქვათ, რაღაც კრუნჩხვითი მცდელობისგან, რომ რაღაცა დაამტკიცოს და ვიღაცისგან რაღაცა მიიღოს. სწორედ ამ დროს ჩნდება და თავისუფლდება რესურსი ნამდვილი შემოქმედებისათვის. ეს იღბალი არ არის. ეს ხასიათია. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთო რა იღბლიანია. არა, ეს არის ხასიათი, რომელიც განსაზღვრავს სწორედ ადამიანის ბედს. თქვენ ცხოვრებაში რა ხდება ხოლმე? ხშირად უფრო უფროსი როლს ირგებთ და ცდილობთ რაციონალური გეგმებით მიაღწიოთ მიზანს, თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნაბოლარა ძმასავით მიენდეთ ესე განგებას და გაგიმართლათ. მოიწერეთ ფიქრების ლაბორატორია, მოიწონეთ ვიდეოები, კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი, შემდეგ ვიდეოში გავაგრძელოთ ხმამაღლა ფიქრი თემაზე, რატომ გვჭირდება დრაკონები და რატომ არის აუცილებელი ზღაპრები ბავშვებისათვის. დროებით